საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს და ჩინეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ შორის ფრენების სიხშირის გაზრდის და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 47184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს, რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებს. საქართველოს და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29212 მგზავრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია. ამჟამად საქართველოს და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში სამგზავრო ფრენები კვირაში 10-ჯერ ხორციელდება. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა როგორც ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და გაღრმავება კონკრეტული მიმართულებებით, ასევე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საჰაერო დაკავშირებადობის როგორც სიხშირეების, ასევე ახალი კონკრეტული მიმართულებების დამატებას. აღნიშნული, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ასევე ტურისტული მიმართულების ხელშესაწყობად. შეხვედრაზე განვიხილეთ ის მზარდი დინამიკა, რომელიც ახასიათებს ჩინეთსა და საქართველოს შორის აავიაციო მიმოსვლას, ასევე ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მხარეებმა უნდა გადავდგათ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ავიარეისების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.